ეს ვარ მე 18 წლის, ეს ვარ მე 20 წლის, ეს ვარ მე 22 წლის, 23 წლის, 26 წლის და ახლა. თითოეული ეს ვერსია, რომელიც ახლა გაჩვენეთ, ვარ მე, მაგრამ თითოეული მათგანი არის მკვდარი. ცვლილებებზე ისევ ლაპარაკობთ, თითქოს ჩვენი ძველი ვერსია, რაღაც ახალ ვერსიამდე უნდა დავხვეწოთ, რაღაც ახალი დეკორაციები უნდა მივამაგროთ, ახალნაირად შევფუთოთ, მაგრამ ცვლილება ესე არ მუშაობს და ნამდვილი ცვლილება მოითხოვს, რომ ჩვენი ძველი თავი უნდა მოვკლათ. ზუსტად ამის გამო არის ხოლმე ცვლილებასთან დაკავშირებით ამდენი შიში. ადამიანებს არ ეშინიათ თავიანთი ახალი ვერსიების, ადამიანებს ეშინიათ იმისი, რომ მოუწევთ თავიანთი ძველი ვერსიის დაკრძალვა. როცა ცვლილებას გადაწყვეტ, მიხვდები, რომ შენს ძველი იდენტობა საერთოდ არ უნდა სიკვდილი და აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩეს. უამრავ ფსიქოლოგიურ მექანიზმს მოიხმობს იმისთვის, რომ დაგარწმუნოს, რომ მისი მოკლა არ ღირს. ჩაგინერგავს შიშს, შფოთვას, შენი მომავალი ვერსიებისადმი და შენს გადაწყვეტ, რომ უბრალოდ არ ღირს ცვლილება ამდენ ტკივილად და აღარ შეიცვლები. აი ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, ხედავ 5 სრულიად სხვადასხვა ადამიანს, 5 სრულიად სხვადასხვა ტიპის სურვილებით და შიშებით. და ჩემს 18 წლის ვერსიას რაც უნდა და ჩემს ახლანდელ თავს საერთოდ არასოდეს არ მოუნდება. და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ თითოეული მათგანი დარწმუნებული იყო, რომ თვითონ იყო საბოლოო ვერსია. ჩემში რასაკვირველი არის ნაწილი, რომელსაც თითოეული მათგანი ენატრება და უყვარს, მაგრამ იმდენად არა, რომ მივუბრუნდე, ან მათი არ ყოფნის გამო რაიმე დანაკლისი ვიგრძნო. ნამდვილი ცვლილება აუცილებლად მოითხოვს შენი ძველი ვერსიების გაშვებას, თანაც არაერთხელ. და ამით გამოწვეულ მწუხარებას არ უნდა გავექცეთ. პირიქით, აი ამ მწუხარების გავლით ხდება რეალური ცვლილება. და მინდა ერთი რამ გითხრათ მათ, ვინც დამაფოლოვეთ და აპირებთ, რომ ჩემს კონტენტს მიადევნოთ თვალი. ეს ვერსია, რომელსაც ახლა ხედავთ, ალბათ ძალიან მალე ისიც აღარ იარსებებს. ადრე ამაზე ფიქრი ალბათ შემაშინებდა, მაგრამ ახლა პირიქით ერთი სული მაქვს, ჩემი ახალი ვერსია გავიცნო ხოლმე. იმიტომ რომ რამდენჯერაც შევიცვალე, ყოველთვის სასიამოვნოდ გავაკვირვე საკუთარი თავი და ყოველთვის ჩემი ახალი ვერსია იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი საერთოდ. ამიტომ თუ ახლა გეჩვენება, რომ სტაგნაციაში ხარ, იცი საკუთარი თავის რომელი ვერსიაც გინდა რომ გახდე, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვერ დგავ. მაშინ ალბათ ჯობია საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა. შენი იდენტობის რა ნაწილს ებღაუჭები, რომელიც რეალურად გასაშვებია. ხანდახან ერთადერთი რამ, რაც დგას შენსა და შენ სასურველ თავს შორის, არის შენი ნებელობა, რომ შენი ახლანდელი თავი